ტეხასის ქალაქ ლუისვილში ცხოვრობს 5 თვის გოგონა, რომელიც ორჯერ დაიბადა. მისი სახელია ლილნი ბომერი. მარგარეტ ბომერის ორსულობის მე-16 კვირაზე ექიმებმა ნაყოფის ხერხემლის სიმსივნე აღმოაჩინეს. ორსულობის 23 კვირაზე ბავშვს გულის უკმარისობის ნიშნები აღმოაჩნდა, ხოლო სიმსივნე უკვე თითქმის მისი ზომის იყო. ექიმის ნაწილმა მარგარეტ ბომერს ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა ურჩიეს, თუმცა ტეხასის ბავშვთა ცენტრის ექიმმა დარელ კასმა მას ალტერნატიული გზა შესთავაზა – ფეტალური ქირურგია. ოპერაციის დროს ნაყოფი საკეისრო კვეთის გზით ნაწილობრივ ამოიყვანეს საშვილოსნოდან. საგანგებო ჩარევა 5 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. ოპერაციისას ნაყოფი მხოლოდ 500 გრამს იწონიდა. სიმსივნის ამოკვეთის შემდეგ ბავშვი საშვილოსნოში დააბრუნეს. ოპერაციის შემდეგ მარგარეტ ბომერი საავადმყოფოში დატოვეს ექიმების ზედამხედველობის ქვეშ, ხოლო 12 კვირის შემდეგ კი ლინლი საკეისრო კვეთის გზით დაიბადა. ჩვილი 3,5 კილოგრამს იწონიდა. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ბავშვი სრულიად ჯანმრთელი იყო. დაბადებიდან მერვე დღეს მას სიმსივნის დარჩენილი ნაწილი ამოჰკვეთეს. ლინლი უკვე 5 თვისაა, სრულიად ჯანმრთელი გოგონა, ხოლო რამოდენიმე დღის წინ დედა მარგარეტი გამოვიდა სიტყვით, რომლითაც ის მთელ მსოფლიოს მიმართავს. მოგესალმებით ყველას, მე გახლავართ მარგარეტ ბომერი. მე უკვე მე-5 თვეა ვარ უბედნიერესი ადამიანი, რადგან ხელში მიჭირავს ბავშვი, რომელიც რომ არა ექიმი დარელ კასი გარდაცვლილი დაიბადებოდა და მეც დიდ ზიანს მომაყენებდა. მან ქირურგიაში უდიდესი ნაბიჯი გადადგა. თვითონ აზრმა, რომ მას ამოიყვანა ბავშვი მუცლიდან, გაეკეთებინა ოპერაცია და ისევ უკან დაებრუნებია, კინაღამ სამუდამოდ გაანადგურა მისი კარიერა. მას ყველა გაგდებით და ასევე სისხლის სამართლის აღძვრით ემუქრებოდნენ, რომ არა მე და ჩემი თანხმობა. მე არ შემიძლია ავღწერო თუ როგორი მადლობელი ვარ ექიმი დარელის. ამ ვიდეოს იმიტომ ვწერ, რომ გთხოვთ გაავრცელოთ მაქსიმალურად სოციალურ ქსელებში, თქვენს ბლოგებში, ტელევიზიაში, ჩემი სიტყვა. დარწმუნებული ვარ, ამ ყველაფერს ექიმი დარელი დაინახავს და მცირეოდენ მაინც შეიქმნოთ ჩემს მადლიერებას. გთხოვთ ხალხნო, არ დაიზაროთ, დამეხმარეთ, რომ მას მადლობა გადავუხადო.